გამარჯობათ მეგობრებო, ყველას ბედნიერება, სიხარული და ჯანმრთელობა. ჩვენ ახლა ცუდ ამბავში ვართ და როგორც ყოველთვის ყველაფერს ნატურაში და ბუნებაში ვიღებთ და იმედია ამ ჩვენ ამბავს ახლა რა დღეშიც ვართ, კარგად გადავჭირთ. ერთი კვირის განმავლობაში, ერთი კვირის წინ აი გულის ქვემოთ და მუცლის არეში ამტკივდა, მეთქი რა, აი გული შემიწუხდა, მეთქი რა არის. დავაბრალე ჩემ იმას. მე ხო წელი არ მივარგა, მაგრამ მე მაღებინა, მაშინ უდაბნოში რო ვიყავით, იუტას უდაბნოში და მე ყოველთვის დამაქრომე წელის წამალი რა. ეს ნემსი რო არის, დიკლოფენი რა. ხო და გავიჭე და რაღაც ასე 3-4 საათზე გამიარა, მეთქი ვა, წელის ამბავია და ნუ გავაგზელე მეორე დღეს წავედი. ის განმავლობაში ალეკოთა რო ვიყავი, იქაც ცოტა კი მაწუხებდა, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება, მეთქი ალბათ რაღაც აიც ხა წელია რაღაცა და მე უცბად კანზასში რო წავედით, კანზასის იმეებში, კანზასის ტერიტორიაზე ისევ საღამოს ამტკივდა. მეთქი რა არის? ვიფიქრე კენჭის გავლა ხوارა, იმიტომ რომ თან აი აქ მაქვს რა, ესე იგი თითქოს გული არ იყო. გული არც არ მაწუხებდა ხოლმე, მაგრამ მე ვიფიქრე კენჭის გავლა ხوارა, მე ჩემ მეგობრებთან დავრეკე, მასე იცისო. ვა. მე ვიფიქრე რა უნდა მანწლავი ხო არ არის მეთქი და ისევ ნემსი გავიკეთე და გამიარა. ამ სიარულში შემამჩნია და გამაჩერა. მე ვთხარ მეთქი ცუდად ვარ მეთქი რა და ემერჯენში მივდივარ მეთქი და არ მომეცი პრავო და საწავიდე მეთქი და მაინც გამომართვა. აქ შორს არის მეთქი ემერჯენში და აქითო და პრავა მაინც გამომართვა და ეხლა ისე ცუდად ვარ. არ ვიცი ეხლა რას იზას ესა, მაგრამ იმდენად ცუდად ვარ ეხლა იმის ამჩა. ეხლა ამაშება ჯარიმა გამომიწეროს, არ ვიცი, მაგრამ დაემთხვა ეხლა ჩემთვის ეხლა მთავარია. მე ეხლა ეს რაღაცნაირად გამოვიდა მდგომარეობიდან. სავარაუდოდ აბა ჯარიმას დამიჭავს, მაგრამ ამ ტკივის რა უყო, ეხლა ტკივილი გამიჩერდა უცბად რაღაცნაირად. ვიცი რაღაცა ესეთი სიტუაცია რო არის. ჯაჭვი დაემთხვა მასლებლობის. ტელეფონის ამბავი ყველას ცუდი ჯარიმაა რა, ვიცი თუ დაწერა რა, ვიცი ხო. ასიძავს. თუ გინდა წაგიყვანო ამბულანსი და მეთქი არა მეთქი და ჯარიმა მაინც გამომიწერა. არ ვიცი ეხლა რამდენი გამომიწერა, მაგას მე მივხედავ ეხლა თავარია წავიდეთ. ეხლა მე მისისიპიში ვიმყოფები და ტელეფონს ნუ ლაპარაკობ ტელეფონშია. ეხლა ეს მომცა ეს რაღაცა გადასახადი არ ვიცი ეს რამდენია, ამას მე გავარკვე უცბად. ეთი არ გინდა კაცო, საიდან გაიჩიტა ეს პოლიციელი სულთა. მაგრამ არავშე თავარი ეხლა პერიოდულად ხამტკივა, ხანამტკივა რა. მე ეხლა გამოუძახებო თუ გინდაო იმასო სასტრაფოსო და არა მეთქი, იმიტომ სასტრაფო რო გამოიძახო, ეს კიდო ცალკე დამხისა გადახდა მომიწევს რა და ამიტომ მიჩვენია მე თვითონ მივიდე რა. თან შემიძლია მე ეს საბუთები გავაგზავნო ჩემ კომპანიაში და მე ადვოკატმა შეიძლება დაიცვას ეს საბუთები და ნუ მაგი მე ნახოთ ეს ადვოკატი როგორ გააკეთებს ამას. თან მისისიპის შტატში ყოფიო რაღაც არც ვიცი. ფიქრობ მანაწლავი აქით არის თუ აქით არის. ადოს მანაწლავის ტკივილი არც არ მქონია და თან ისეთი ტკივალი მაქვს რა, ნუ აი მაწუხებს და არ ვიცი, ნუ ყოველ შემთხვევაში ნახოთ რა. მეგობრებო, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, როგორ ფიქრობთ? ყველაფერი ნატურაში, ყველაფერი ბუნებრივად. მაგრამ ამისთვისაც ძღოლები მზად უნდა იყოთ. ეხლა მე ორი გზა მაქვს, ერთი პოლიციელს წავეყვანე, ან მე თვითონ მივიდე და მე გადავწყვეტ, თან ისეთი შტატია რა, მისისიპი და ალაბამაც ისეთი ღარიბი შტატებია, მაგრამ ალბათ სადმე გამატარებენ აპარატში ან სადმე და იქ მეტყვიან რისი ბრალია. დაემატა ერთი პრობლემა.
ტელეფონი არ იჭერს. ეს ალაბამა და მისისიპი მაინდა-მაინც ახლა ტელეფონი არ იჭერს. იმედია იქ რომ მივარ ქალაქში მაინც იჭერს, იმიტომ რომ ეს უნდა გამეგზავნა იმას. დისპეჩერს დაურეკე კომპანიას და რო ველაპარაკებოდი დისპეჩერს, ტელეფონი გაითიშა. აი არ ვიცი თუ მანაწლავია, მაგრამ თქვათ პირი და იქიდან არ ამომდის. თვითონ სპაზმა, თქვათ ერთხელ რომ მეტკინა, უკვე გაიმეორე ერთი კვირის წინაც მქონდა, მერე შუა ერთი კვირის გამოვისე სამჯერ ამტკივდა. აქედან გამომდინარე, რაღაც უკვე ესე იგი აუცილებლად უკვე ექიმია საჭირო. ესე იგი, ცოცხალი თავი ტელეფონი არ იჭერს რა. იმედია, რამდენი დაგვრჩა 40 მილი, იმედია. ეხლა თავარია ჩვენ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და საგანგებო მდგომარეობაში ვართ. ასე გინდა თქვი, ასე თქვი, გინდა ისე თქვი. ჯანმრთელობა სერიოზული რაღაცაა, მაგრამ ეს ერთი კვირის განმავლობაში თან ისეთი ტკივილიც არ არის, აი მომენტებში რომ მაწუხებ და მაშინ ნემსი გავიკეთე, მაგრამ ეხლაც აი მუდმივად რაღაცა ეს წვით ნახოთ მეგობრებო, თქვენ ხო ჩემთან ერთად ვართ. თუ მოვკვდი, კემაინს გეცედინებათ სადავა და საძებნელი აღარ ვიქნები მეგობრებო. ესე იგი ვარ ალაბამა შტატში და ქალაქს ქვია რაღაცა დაიცა. ესე იგი ქალაქს ქვია ფლორენსე. ქალაქი თუ დასახლება, იქ არის ეს სასწრაფო თუ რაღაც ემერჯენსი. ალაბამაში ქალაქი ფლორენსე. რამე მომივიდა, ვარ ფლორენსეში. მაგრამ ეს ვიდეო ხო უნდა დავდო. ნუ რაღაცას მოვიფიქრეთ, მაგრამ მეტი არ მიგვატოვებს, არა მეგობრებო. ყველაფერი ნატურაში, ყველაფერი ბუნებაში, ეხლა ზოგი იტყვის, რა დროს გეხუმრება, რა დროს ის არის, მაგრამ რა ვქნათ, ყველაფერი ღმერთისნებაა და ჩვენი არხიც ხო ძლიერებისთვის არის. ამ შემთხვევაში სულ იმას ვქადაგებ, რომ უნდა ვიყო ძლიერები, მშვიდები და წყნარები. აი როგორ გამოვამჟღავნებთ ახლა, აგერ გამოჩნდება ჩემი სიმაგრე და სიძლიერე. ეხლა თან ფიქრობ, ალაბამა ისეთი ღარიბი შტატია. უმეტესად სულ შავკანიანები ცხოვრობენ, მე მიყვარს ეს შტატები, ტყილები არიან, მაგრამ აი ტექნიკა ექნება, წეცით და რიგით უნდა გქონდეთ. ეგ არის რომ პარასკევი დღეს და რა ვიცი, მაგრამ ემერჯენსში 24 საათი უნდა იმუშაო. ნახოთ. დარწმუნებული ვარ, უფალი არ მიგვატოვებს. არ და ტკივილი არ მეშვება რა. ეხლა თქვათ ისეთი ტკივილი არ არის, რომ აი ეხლა მაგალითად თირკმელების ისე რომ კენჭის გავლა რო იყოს ძალიან სასწაული ტკივილიაო და ეს რაღაც ჩვეულებრივად მაგარი დისკომფორტი მაქვს, მაგრამ ისეთი რომ აუტანელი არ არის რა მასით. თუმცა რო ვიხსენებ წინა დღეებს, აი ძალას მეცლებოდა ხოლმე, სულ მეძინებოდა, მე გამოვიძინეთ, მე ჯანზე ვიყავი და ის ნემსი შველოდა. დიკლოფენი რო არის რა, დიკლოფენს ვიკეთებდი ხოლმე და დიკლოფენის წამალი შველოდა რა. ეხლა მოვდივარ და მახსენდება ასეთ ამბებში თუ ჩავარდნილი ვარ. ჩავარდნილი ვარ კიდევაც. ეს იყო სადღაც 8 წლის წინ არიზონის უდაბნოში დამემართა. და ფენიქსში მივედი რაღაცა და თუყეთ სულად გავხდი, სისხლის დენა დამეწყო და სასტრაფომ წამიყვანა, იქ უკვე სასტრაფომ წამიყვანა და რაღაც 5,000-6,000 დოლარამდე დამიჯდა. ვითომ დაზღვევას უნდა გადაიხადა, მაგრამ ზოგი რაღაცა გადაიხადა, არ გადაიხადა, ნუ ყოველ შემთხვევაში გამოუძვერი მაგ მდგომარეობიდან ფენიქსში. მე ერთხელ იმაში ვიყავი პენსილვანიაში, წელი არ მივარგა მე და უცბად წელი ამტკივდა. ვითმენდი ხანისა და უკვე შეუძლებელი იყო და სასტრაფო გამოვიძახე ტრაქსტოპზე წამიყვანეს. და ერთი ნემსში გაკეთებაში დამჩარჯეს $1,800. წარმოვიდგინეთ, $1,800 ერთი ნემსის გაკეთებაში. იქ მერე დაამატეს სასტრაფო, სადაც $2,500 დაჯდა. ამ დროს მერე წავედი ბრაიტონზე და ბიჭებს თხოვე და ნემსი გამიკეთეს და ხო იცი ეს დიკლოფენი რო არის და იმის შემდეგ სულ ეს ნემსი დამაგხონმე რა. და ეხლა ეს მესამე შემთხვევა
აი ხლა აქ არ ვიცი რა არის, აშკარად ეს უკვე აი იმედია ბრმანაწნავი არ იქნება რა. ბრმანაწნავს უკვე ოპერაცია უნდა ხო როგორც ვიცი, მაგრამ ჩვეულებრივად როგორც ვიცი წყალი და წყურდება, მაგრამ არ წყურდება ისეთი შეწუხებულიც არა, просто მტკივა რა. აბა ჩემო მეგობრებო, რას იფიქრებთ? ისი ბრალი იქნება? ვინც არის ექიმები და ვისაც გამოცდილება აქვს ეს. მაგრამ მე უბრალოდ ის მადარდებს, რომ ტელეფონით ვერ უკავშირდები ვერავის და იმედია იქ ჰოსპიტალში თუ რავი სადაც მიდუარ, იქ იქნება ინტერნეტი და ბოჭდობ ინტერნეტით თუ რა კავშირი მაინც ხომ უნდა იყოს რა. რაღაც 30 მილი დამჭა. ამ დროს კარები გააღო იმაზე, გაეღო ტრაილეზე და მივარ ვეტყვი მეთქი და ისე მოგღაზა იმა. წავიდე, მე ჩვენ გავჭირებია რა. აი სვეტაფორზე თუ მივედი ვეტყვი რომ კარები გაეღო მეთქი. პატარა მანქანა ეგ ნახეთ უკვე კარები რო ვეტყვი ხა. ეს ზუსტად ზუსტად დამიდგა ეს. ეხა ეს მანქანა რო არ მიდის, იმას ვეთქვი რომ კარები გააგიღო მეთქი. წადი, პატარა მანქანა წადი. ოხია. და კარები როგორ გაეღო და ვერ ვეწევი რომ უთხრა. ჩემი მძიმეა 53,000-ია. ქართველია, ქართული ის არ არის GA. მე რო 8 წერია GA, ეგ არის რა. მიხდა. სად მეტენები შეიძლება. ჩემი ძმა კარები გაგაღო, კარები. როგორ ახათ? თქვენი ნომერი ვნახე და წავი. სადა შეგდება ქართველი არა? ასეთ მომენტში. მოდი გავაგზავნო ჩვენი ამბავი ცოტა დაგჭირ 19 მილი. ეხლა ზოგი მეგობარი იტყვის, ბიჭო, აი კაი შანსი ჩაგივარდა ქართველი შეგვთა და ერთად გვერდზე დაიყენებდი და წახვიდოდით სამანტყოფოში და გვერდზე დაგიდგებოდაო, მაგრამ კი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ეხლა აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მე თუ ეხლა სამანტყოფოში წავალ, იქ სამანტყოფოში თვითონ მიხედავენ და ეხლა მძღოლმა ადამიანს კი შეიძლება გვერდზე დაგიდგეს ყველაფერი, მაგრამ რა უნდა გაგიკეთოს ხო? ეხლა ზოგჯერ არის ხოლმე ჩვენ რო ცუდად ხვდებით ხოლმე და მე უზიარეთ, მეგობრებო, რატო არ დარეკე? კი, დავრეკე, მაგრამ ნუ რა, დარეკე და რას მეტყვი ხა ტელეფონით ეს გააკეთე, ისედაც ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. ეს ისე რა ფიქრებ. თორე ეხლა რა თქმა უნდა გვერდზე რო გიდგას უკვე ახლობელი შენი თანამემამული რაჯობია მაგას, მაგრამ ეხლა უნდა წამოსულიყო ჩემთან იქით და რა. სამანტყოფოში თუ მიშველიან თუ არა და უხერხუნდგომოში ატუნა ჩავაყენო ეს ჩვენი თანამემამულე. ამდენი დარჩა 16 მილი დარჩა. აი ესე ადრე რო ტკბებოდით ხოლმე ამ სილამაზი და იმეებით უკვე ცოტა უკვე მაღიზიანებს, იმიტომ რომ ტელეფონი არ იჭერს არსად და კავშირი არ მაქვს არავისთან. აი იმედია იქ იქნება რა. დასახლე მოსკოვს განიქვია ფლორენსზე. აი მოვედით ამ დასახლებულ პუნქტზე და მაინდა-მაინც სასაფლაო დავხვდა. მე ასეა, სიკვდილი და სიცოცხლე ძმები არიანო ხო? ეხლა თავარია მივიდეთ და მე უკვე დაუკავშირდები ყველას, თავარია მივიდეთ სამანტყოფოში. მედია კავშირები იქნება რა. მას ქვია Mascal Shores, ფლორენსი ცოტა 6 მაილით ზემოთ არის. Mascal Shores, როგორც მე წავიკითხე. რაღაც 2 მილი დაგჭა და მივაწერე. ის ახლა აქ თავარი ახლა მე დავაყენო ისეთ ადგილას, რომ რავი ჯარიმები არ მივიღოთ, რაელერი. ეგ emergency წერია. ჰოსპიტალი
ყველაფერი რაც საჭიროა ეს ტელეფონის ისინი დაზღვევა ეს ყველაფერი კოდი რაღაცა და იმედია ყველაფერი კარგად ეს ტელეფონის კავშირები რომ მქონდეს სათვალეები აუცილებლად всё ეს ადგილი ნორმალურია და ჩავკეტო და აბა კარგო ბაქტოვეთ აბა იმედია მალე გამომიშვებენ და გადავჭრით უსვლა აი ახლა როგორ არა მეგობრებო ახლა აღარ მტკივა აი როგორ არის ხოლმე ხო ექიმთან რომ მიდიხარ უკვე აღარ მტკივა ხოლმე ან მანქანა რომ გაგიფუჭდება და ხელოსანთან მიიყვან და აღარ ფუჭდება და ამ დროს ტკივა მაგრამ თუმცა ახლა რაღაცა ყრუტყივილი მაქვს მაინც რა რაღაც ძნელია ეს ჩემი ახლობლებისთვის ჩემი მეუღლეთვის ამის ყურება მაგრამ რა ვქნათ ესეც რეალობა ამის გარეშე ცხოვრებაში ეხლა რა ხდება დაზღვევა მაქვს ნიუ-იორკის უბრალოდ დაზღვევა ნუ მაგას მე მოვყვებით ეხლა შემთხვევია ყველაფერი კარგად დამთავრდეს და რა ვიცი ხა მონაწილეებზე არ წამიკითხია იმიტომ მონაწილეებს არასდროს არ შეუწუხები ვარ და ამაინდა-მაინც ეხლა მომივიდა ეს ესეც რეალური ცხოვრება ემერჯენსი სამატყოფოში ერთი სამჯერ ვარ ნამყოფი და emergency enters